შენს მოხუც დედას ან ბებიას ცხოვრებისთვის პენსია ყოფნის? ამ კითხვაზე ყველას გვაქვს პასუხი არა. სამწუხაროდ დღეს საქართველოში პენსიონერობა არც თბილი, არც ტკბილი სიბერი არ არის. ეს არის ფინანსური რისკი. რატომ? მე გეტყვით მანანა ბებოს ამბავს და ეს არ არის ერთი ადამიანის ისტორია. მის უკან დგას 10,000-ობით მოხუცი პენსიონერი ანალოგიური ამბით. მოკლედ მანანა ბებო არის 70 წლის მარტოხელა ქალი ხარაგაულიდან და მისი პენსია არის 495 ლარი. დასჭირდა ოპერაცია, სახელმწიფომ სრულად არ დაუფარა ყველა ხარჯი და რა გააკეთა? წავიდა ბანკში და გააკეთა სესხი. დღეს მანანა ბებოსთვის ბიუჯეტი გამოიყურება აი ასე. 255 ლარს ტოვებს ბანკში და კიდევ 4 წელი უნდა იხადოს. 150 ლარს ტოვებს აფთიაქში ისეთ მედიკამენტებში, რომელიც არ ფინანსდება ციტრამოლი, ანტიბიოტიკი, ქოლესტერინის ამავე კონკორი და ასე შემდეგ და რჩება მხოლოდ 100 ლარი. ანუ 100 ლარი მთელი თვისთვის და ამ ფულით თან პურიც უნდა იყიდოს, დენიც უნდა გადაიხადოს, სახლიც უნდა გაათმოს და კიდევ უამრავი ამბავი უნდა მოაგვაროს. და ეს ცხოვრება არის. ეს არის ყველა მოხუცი პენსიონერის ტანჯული ყოველდღიურობა. იმაზე ფიქრით, დარდით და შიშით, როგორ არ მოკვდეს მშიერი მედიკამენტის ყიდვის შემდეგ. ხო და მოდი ახლა ვიკითხოთ. ამ შესახებ სისტემა მიცის? კი. სისტემამ ძალიან კარგად იცის, რომ არც ერთ პენსიონერს არ ყოფნის ეს ფული და მათი დიდი ნაწილი ამ ფულს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ხარჯავს და აფთიაქში ტოვებს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან სისტემა მუშაობს აი ასე, რომ ყველა მოხუცი არის მხოლოდ ციფრი სისტემისთვის, არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსოვთ ეს ადამიანები და სხვა შემთხვევაში სისტემა ვერ ხედავს. ხო და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? აუცილებელი არის არსებობდეს სამართლიანი პენსია. აუცილებელი აქვს გქონდეს პენსიის ოდენობა ისეთი, რომელიც იქნება დღევანდელი ცხოვრების რეალური ხარჯებიდან გამომდინარე დაწესებული. ყველა მედიკამენტი უნდა იყოს ან უფასო, ან სიმბოლურ ფასად და რაც მთავარია, არც ერთი მოხუცი და პენსიონერი ჯანმრთელობისთვის არ უნდა იღებდეს ვალს. ხო და მე მინდა რომ სისტემა ხედავდეს ყველა პენსიონერს. ხო და როცა ასაკში ადამიანი, ეს უნდა იყოს მისთვის დაფასების ეტაპი, სიყვარულის ეტაპი, სითბოს ეტაპი და არა შიშის. იმაზე დარდის და იმაზე ფიქრის, როგორ გადაანაწილოს ეს პენსია თვის მანძილზე ისე, რომ არც იშიმშილოს და არც მედიკამენტის გარეშე დარჩეს. ხო და ახლა თქვენ მითხარით, რამდენი უნდა იყოს რეალურად საქართველოში პენსია?